და ექიმი ადრე როცა პატრონი იყო და პაციენტი ყმა ხდებოდა დენიგინის დროს, მაშინ ასე იყო, რომ აი მე ყველაფერს ვამბობ და всё ხმას არიღებ და აბა გაბედე ერთი და რამე ეჩქოშ დააყენე რა ის და დღეს უკვე მეცინა სხვანაირად უყურებს, მით უმეტეს ამ ინფორმაციულ ერაში ექიმმა დაკარგა ქურუმის ფუნქცია, რომელიც რაღაცა ისეთ ცოდნას ფლობს, რომელიც საერთოდ გაუგებარი უნდა იყოს ყველასთვის რა. და ეგ ფუნქცია რო დაკარგა ერთ და მეორე ისეაც რა მორალურადაც სწორია, რომ დავი მოდის ადამიანი და მისი ჯანმრთელობაა, ხო ახლა შენი ხო არ არის. შენ უბრალოდ მასზე ჭკვიანი ხარ, მაგ საკითხში, ისიც ზოგადადაც შეიძლება არ იყოს ჭკვიანი, მაგრამ მაგ თემაში ხარ რა, ამაზე ჭკვიანი და ახსენი ცოტა უთხარი რა ჭირს, როგორ თუ იცი რა. და ჯობია რომ პასუხისმგებლობის დელეგირება გააკეთე რა მაგაზეც, რომ შემოიყვან თავის დაავადების მართვას ჩარტი აქტიურად, რა თქმა უნდა, ასე და ტომარასავით რაღაც უსულო ის არსება, რაში გჭირდება, რომელსაც ყველაფერი შენ უნდა უკეთო, ხო? პირიქით რა, თანამშრომლად იქციე და მასე უფრო მეტი შანსია დაავადების მართვის ვიდრე ეს და ეს ასე ხო რა, ასე ამან მოიტანა სწორედ ის, რომ ეს შეშინება პაციენტის, ზედმეტი რაღაცეების კეთება ეს მე სერიოზულ პრობლემებს იწვევს რა და ტყუილად არ გავქცეულ ვარ თელს აი ნეიროგასტროენტეროლოგიაში ეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენი ძალიან ბევრი ვიზიტი ყოფილა პაციენტი როცა მოდის ძალიან დიდი ნაწილი არის აი ექიმებმა რა უთხრეს როგორ ახსოვთ იცი რომ აი ყველა სიტყვა ახსოვთ